მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ რომ საბადა არხებში როსონსები და თქვენ გონი შემეკითხებით და საერთოდ რა შვები ეკლესიაში და რატო არ ხარ შენ სახლში. მოგეთ მეგობრებო, მე ახლა ყველაფერს მოგიყვებით. კიდე გუშინ ღამე მე ვიყავი წასული მეზობელ სოფელში საქმეებზე. როდესაც დავბრუნდი უკვე დილაუთენია სადღაც დილის 5 საათზე მე დავინახე როგორ მთლიანი სოფელი და ეს არის ზუსტად 12 წელნიკი 12 წელნიკი თავისი ნივთებით, თავისი ყველაფრით გამოიძახეს რაღაც დიდი ფურგონი და მან დააგებდნენ ნივთებს. მე მივედი ამ წელნიკებთან და ვკითხე და რისთვის სად მიდიხართ საერთოდ? რა იყო დასწრებად მიდიხართ და მათ მოკეთ მომიყვეს რომ ჩემი სახლიდან რაღაც ხმები ისმოდა. აი წარმოიდგინეთ და აი შეხედეთ გაჩვევთ რა ხდება. მოკეთ შეხედეთ ჩემი სახლი მე არ ვიყავი სოფელში, სადღაც 1-8 საათი არ ვიყავი სოფელში. ჩაკეტეს, შეხედეთ მეგობრებო როგორ აქ დააყენეს ასეთი ქვის ღობე. აქ მეგობრებო ჩაკეტეს ყველა ფანჯრები, აი რომ დამიჯეროთ, შეხედეთ. ყველა ფანჯარა. მითხრეს რომ აქედან რაღაც ხმები, რაღაც ყვირილი, რაღაცები ხმები მოკეთ გამოდის ჩემი სახლიდან. მოკლედ და ეს გრძელდებოდა უკვე 3 საათის განმავლობაში და მეგობრებო რო დამიჯეროთ ერთ-ერთი ჩემი მეზობელი დარჩა იმის გამო რომ თვითონაც ახლა ალაგებს თავის ნივთებს მეგობრებო და რომ დამიჯეროთ შეხედეთ არც მერი მოით მეგობრებო ახლა კიდე დაგიმტკიცებთ აი ეკლესიაშიც არავინ არ არის არც მეგობრებო შეხედეთ არც ამ სახლში არცად მეგობრებო არავინ არ არის მხოლოდ ჩემი მეზობელი ისის მეგობრებო ალაგებს თავის ნივთებს და დღეს უნდა წავიდეს მე კი მეგობრებო ახლა რამოდენიმე დღით ვრჩები სოფელში არ ვიცი მე ბოლომდე არ მჯერა რასაკვირველია მაგრამ მე მაინც ვალაგებ და ნივთებს და რამოდენიმე დღით როგორც ყველა ჟენკი წავალ ქალაქში ხო მეგობრებო ის ჟენკები წავიდნენ ქალაქში მეც უკვე სადღაც ხვალ საღამოსაკენ ჩავალაგებ ნივთებს უკვე გამოვისახებ ფურგონს მაგ ფურგონიდან უკვე ადამიანები ანუ მძღოლები გამიხსნიან ჩემი სახლის კარებს მაგედან ავიღებ ნივთებს და რამოდენიმე დღით გავემგზავრები ქალაქში სხვა ჟენკებთან ერთად და მანამდე მეგობრებო შეხედეთ რა რისი აღება მე მხოლოდ მოვასწარი ხო მეგობრებო მხოლოდ ამის აღება მოვასწარი ერთადერთი რაც მეგობრებო მე მქონდა თან ტელეფონიც მეგობრებო არის ჩემს სახლში წარმოიდგინეთ და მეგობრებო სანამ პრინციპში მე მივდივარ ხვალ საღამოს როგორც მე უკვე გითხარით მე ხომ მჭირდება რაღაც საჭმელი მაგიტომ მე ისე მინდივარ ჩემს ფირმობის სამუშაოზე მაგრამ არც კი ვიცი მეგობრებო ეს სიმართლეა თუ არა იმიტომ უბრალოდ როდესაც მე დავბრუნდი არავითარი ხმები არის მაგრამ შეიძლება უბრალოდ მე ხუმრობენ მაგრამ ასეთი ხუმრობა რომ მთლიანი სოფელი ასე წავიდა ქალაქში გამოიძახეს ამხელა ფურგონი მეგობრებო იქ ისეთ 3 დიდი ფურგონი იყო იქ ჩალაგეს იცით რამდენი ნივთები რომ ეს მართლა ხუმრობას არ გავს მაგრამ ჯერჯერობით რო გითხრათ მეგობრებო არც ერთი ხმა არ გამოდიოდა ჩემი სახლიდან და სიმართლე გითხრათ ეკლესიაში იმიტომ გადავსახლდი იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი სახლი ერთადერთი ასე ვთქვათ სახლი რომელშიც მე შემიძლია ნორმალურად ასე ვთქვათ ცხოვრება იმიტომ სხვა სახლები ჟენკებმა ჩაკეტეს ერთი ეს დამიტოვეს და ეს ჩემი მეზობელიც ახლა მიდის მალე მოკეთ მეგობრებო ასე პრინციპში მე ბევრი საჭმელი არ მჭირდება ხო ჩემს ფირმას და აი ამის ნახევარს გავაკეთებ მეტი პრინციპში არც კი დამჭირდება აი მეგობრებო პრინციპში ამდენი კარტოფილი და ამდენი საჭმელი მე მეყოფა პრინციპში ხვალ საღამოს ხო უნდა წავიდე ისედაც так სახამით მეგობრებო ყველაფერი ჩავალაგოთ შეხედეთ მეგობრებო მე მაქვს მხოლოდ 4 სუმრუდი გამოიწვია საჭმელსაც კი ვერ გამოვიწერ იმიტომ მეგობრებო ყველაფერი დარჩა ჩემს სახლში წარმოიდგინეთ არც კი ვიცი მეგობრებო ახლა რა ვაკეთო მეგობრებო კომპიუტერიც მანდარი ტელეფონიც მანდარი რაღაც ნივთებიც არ არის იქ არის ხმალიც იქ არის ყველაფერი იქ არის მოგეთ ყველაფერი მან დავტოვე იმის გამო რომ ჟენკებმა ჩაკეტეს ეგრევე ჩემი სახლი მოგეთ მეგობრებო მე ახლა პრინციპში დავეოდები საღამოს და ჩავრთავ კამერას იმ დროს ესაც უკვე ასე ვთქვათ გავემზადები ძილისთვის მოგეთ მეგობრებო უკვე პრინციპში როგორც უკვე ხედავ უკვე დაღამდა ეს საზიზღარი ამინდი მეგობრებო წარმოიდგინეთ მთელი დღე წვიმს აი წარმოიდგინეთ კიდევ წვიმს წარმოიდგინეთ
მაგრამ ჯანდაბა ტელეფონიც კი არ მაქვს რომ ნახო რომელი საათია. Stop. მეგობრებო, ერთი იდეა გამიშთა. Stop. Taks. მე ხო არ არის პრინციპში სახში. მეგობრებო, პრინციპში სანამ მე მეგობრებო, წვიმას დამთავრდა, კარგია, Taks. სანამ პრინციპში მე არ არის, პრინციპში არც კი სჭირდება ჯერჯერობით კომპიუტერი. Taks. მეგობრებო, ღამის 12 საათი ყოფილა. წარმოგიდგენიათ? მეგობრებო, ვერც კი წარმოიდგენთ რა მაგარი სუნია ამ წვიმის დეგ. მეგობრებო, თქვენ გაიგეთ ეს ხმა? Stop-ე. სადღაც იქედან. Так, მეგობრებო, ერთად რა დებილი ვარ, ეკლესიის კარიც არ დამიხურავს. მეგობრებო, кстати, ისა ჩემი მეზობელი უკვე წავიდა, როგორც ხედავთ. Stop, მეგობრებო. ჩემს სახლთან სადღაც რა ვიღაცა ჯერ კიდე სოფელშია? მეგობრებო, stop და არა მეგობრებო, რა ხმებია? Так, მოიц მეგობრებო, ერთად იცით რა მე პრინციპში უკვე დიდი ხანია რაც ვფიქრობდი იმაზე რომ დღესვე ახლავე ავიღო ჩემი ნივთები მაგ სახლიდან პარე მეგობრებო რომ ხვალ უკვე დილიდანვე გამოიძახო ფურგონი და უკვე წავიდე გონი მართლა რაღაც ანომალია ხდება პრინციპში კირის გარდა არაფერს არ ავიღებ კირა ეს როგორც თავდაცვითი ასევე იმ ღობესაც გავაფუჭებ იმიტომ მეგობრო ნუ პარემ რაღაც გვინდა ვიღაცის შეწუხება ტაქს მეგობრებო ეს სიმართლე გითხრათ კარგი ხობე კიდადეს მეგობრებო მოიტავა კირაც კი ძლივს ტეხოს მიდი მეგობრებო მაინც გავტეხე მოით მეგობრებო ასე დავაყენოთ და ტაქს კირა ხელში და ავიღოთ და რა გონი მეგობრებო შეიძლება მაინც ან გამეხუნდეს ან რამე так მოით მეგობრებო მაინც ავიღოთ ხმალი ნაჯახი პრინციპში არც კი დამჭირდება ტაქს კომპიუტერი აუცილებლად კომპიუტერი მაუსთან ერთად აჰა всё ტაქს ну აქედან ტელეფონი მეგობრებო ოპა так მეგობრებო გონი ჩემს სიტყვებს ვიღებ უკან გონი შეწელნიკები მართალნი იყვნენ მეგობრებო თქვენ ხო იცით ჩემი სახლი მაგრად როგორ არ უნდა იცოდეთ 100-ზე მეტი ვიდეო გადავიღე უკვე ამ სახლში და თქვენ იცით რომ არავითარი აქ შესასვლელი არ მაქვს აქ მეგობრებო სტოპ კომპიუტერი უფრო კარგია თავის ადგილას ოპა ტაქს ჯანდავა მეგობრებო არავითარი კიბეც არ არის და რამე ბლოკები მეგობრებო რა კარგია მიწა მაქვს თრამე 1-6 მიწას ავიღებ ტაქს მეგობრებო მოდით ახლა ოპა ტაქს აკარგიო კიდე ტაქს მეგობრებო მოიტაკ ცოტა გამოვთხაროთ ასე და ასე მოკლედ დავაყენოთ რაღაცნაირი კიბეთი მე პრინციპში მოვთხრი так მეგობრებო ეს რაღაც არ მომწონს მეგობრებო თქვენ ძალიან კარგად მგონი იცით ჩემი ასე ვთქვათ სახლის ინტერიერიც და ექსტერიერიც და იცით რომ ჩემ სახლში არაფერი ასეთი არ არის სტოპ მეგობრებო ეს რა სისხლია მეგობრებო კაი მოით უფრო კარგია ახლა წავიდეთ უფრო შორს დაგვთხეა და მეგობრებო გაიგეთ რა ხმა იყო იო მეგობრებო გული რა ჯანდაბა ხდება ჩემს სახლში საიდან ისევ მეგობრებო რაღაც სისხლი და რა ჯანდაბა ჰეი ვინა აქა გამოჩდი რა ჯანდაბა მეგობრებო თითქოს რაღაცა ვარდება სტოპ ვერ გავიგე так ერთოც მეგობრებო так ერთოც так აჰა რა ამასის ბლოკები так მეგობრებო ну кай პრინციპში ამასის ბლოკებისაგან უარს არ ვიტყვიმ так მოით მეგობრებო და რა ჯანდაბა ეი ალო так стоп მეგობრებო მოით უფრო კარგი ამოვიდეთ ეი მე давай ჯანდაბა მეგობრებო так стоп ერთი ბლოკი მჭირდება ერთი ბლოკი ტაქს აჰა კარგია და არა